დილამშვიდობისა საქართველო, კლავს სიამოვნებით მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, მაივიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. დღეს ხუთშაბათია და როგორც ყოველთვის ამ დროს კახა გელაშვილთან ერთად შემოგიერთდით და მომდევნო დაახლოებით 25 წუთით ჩვენ ვისაუბრებთ სპორტზე. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა და მოგესალმებით, მივესალმებით. ესე იგი, ისეთი ამინდია თბილისში, მე მგონი კომფორტულად უნდა მოკალათდეთ, თუ არ გიწევთ გადაადგილება და ფინჯან ყავასთან ან ჩაისთან ერთად მოусმინოთ სპორტს. ცოტა მაინც განიტვირთოთ, მაგალითად, ვიდრე ეთერს დავიწყებდით, კახას ვკითხე, როგორი ამინდია მეთქი და რაღაცა ძალიან საინტერესო პასუხი მივიღე. ისეთი ივლისია ბოლოს ნოემბერში რომ იყო, მეც ესე დავიწყე დღევანდელი დილა, შეგრძნება არ არის რომ ზაფხულია, მაგრამ აი სინოპტიკოსები გვეუბნებიან რომ ძალიან მალე მართლაც ვიგრძნობთ მზის მხურვალებას, სტუმრად ყავდა ჩვენ ცოტა ხნის წინ ეთერში ხათუნა ქოქოსაძე და მან გრძელვადიანი პროგნოზების სამსახურის უფროსია. და აღნიშნა რომ შარშანდელთან შედარებით 2 გრადუსით მაღალი ტემპერატურაც იქნება ივლისი-აგვისტო. ნუ ჯერ მაღალი ტემპერატურა ხო არ ჩანს და შევირგოთ ეს გრილი წვიმიანი ამინდები. მოდი ვისარგებლოთ შემთხვევით და ჩვენი ძვირფასი აბიტურიენტები უკვე დაახლოებით 20 წუთია საგამოცდო პროცესში არიან ჩართულები და უსურვოთ მათ წარმატება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საეტაპო პერიოდია და დარწმუნებული ვარ რომ ფინიშთან მიხვალთ დიდი წარმატებებით და იმ მიზნის მიღწევით, რომელიც დასახული გაქვთ. და დავიწყოთ ასევე ჩვენი საუბარი ჩემო კახა მილოცვით. გუშინ სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღე იყო, ამიტომ ვისარგებლებ შემთხვევით და ჩემს კახას და დიტოს მიულოცა უპირველესად ამ პროფესიულ დღეს. გეტყვით რომ ეს თარიღი 1920 წლიდან აღინიშნება. ტრადიცია საფუძველი კი ბელგიაში ოლიმპიური თამაშებისას ჩაეყარა. ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ადამიანებს, ვინც დასაქმებულები არიან ამ ინდუსტრიაში. თუ ჩვენ გვიყვარს სპორტი, თუ ჩვენ ვართ დაინტერესებული სპორტით და რაღაცნაირად ჩართული მასში, ეს სწორედ ამ ადამიანების დამსახურება და თუ გადავავლებთ თვალს მათ შორის საქართველოს შემთხვევაში ჩვენს ისტორიას არაერთი კორიფე ყავდა, რომლებმაც საკუთარი თავი დაგვამახსოვრეს სწორედ ამ პროფესიიდან, ამ საქმიანობიდან. ამიტომ მე ვისურვებ, რომ თქვენი საქმე, თქვენი პროფესიული მიმართულება ჟურნალისტიკის იყოს დაფასებული, აღიარებული და წარმატებული. დიდი მადლობა დათო, მიულოცავ ყველა ჩემს კოლეგას, გუშინ მართლაც სხვადასხვა ძალიან პომპეზურად აღენიშნა არა მარტო ჩვენთან, ტრადიციულად ვაჭროს თასი და სხვა ორგანიზებები, რომლებიც დაგეგმილი იყო და განხორციელდა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელობის მიერ, ასევე საერთაშორისო დონეზეც რაც შეეხება უშუალოდ ორგანიზაციას, როგორც უკვე თქვი, შენ ალბათ 100 წლის წინ, 101 წლის წინ დაარსდა ეს ორგანიზაცია. პარიზის მერვე ოლიმპიადის გახსნამდე 3 დღით ადრე 2 ივლისს, ანუ 5 ივლისს გაიხსნა ის ოლიმპიური თამაშები და პარიზში შეკრებილმა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულმა ჟურნალისტმა მაშინ არ იყო ისეთი ასე ვთქვათ მასშტაბური ღონისძიებების გაშუქება, დასწრება 100 წლის წინანდელი 79 ჟურნალისტი ესწრებოდა სულ 27 ქვეყნის და პირველი პრეზიდენტი აირჩიეს იმხანად ძალიან ცნობილი სპორტულ სამყაროში ცნობილი ასევე სპორტსმენი და სპორტული ჟურნალისტი ფრანგი კოლეგა ფრანსუა ეტიენ რეიშელი იმ პარიზის ოლიმპიადის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი, ვიცე-პრეზიდენტად კი ასევე სპორტსმენი და სპორტულ ჟურნალისტიკაში მოღვაწე ბელგიელი ფუნქციონერი ვიქტორ ბუანი, ორივე უაღრესად საინტერესო ბიოგრაფიის მქონე სპორტული მოღვაწე გახლდათ, აქტიური სპორტსმენი, როგორც უკვე აღნიშნეთ, რეიშელი 1896 წელს ათენში პირველ ოლიმპიადაზე, როგორც ვიცით, მე-19 საუკუნის ბოლოს ჩაეყარა ოლიმპიურ მოძრაობას საფუძველი, პირველი ოლიმპიადა, თანამედროვეობის პირველი ოლიმპიადა, თორე ოლიმპიადები როდის იმართებოდა ყველა ვიცით, სწორედ 1896 წელს ათენში ოლიმპიადის მასპინძელ ქვეყანაში ჩატარდა და მძლეურ სანთაშეჯიბებაში გამოდიოდა ეს პიროვნება რეიშელი. შემდეგ 4 წლის შემდეგ პარიზში მშობლიურ ქალაქში გამართულ
მეორე ოლიმპიურ თამაშებზე უკვე ჩემპიონობა იზაება, ოლიმპიური ჩემპიონობა, ოღონდ მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობაში წინაზე როგორც უკეთ ძლეოსნობაში გამოდიოდა, შემდეგ და სხვათა შორის მაშინ მხოლოდ 3 ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა მორაგბეთა ტურნირზე, საფრანგეთმა, ინგლისმა, ბრიტანეთმა და ასევე გერმანიამ. და ორივე თამაში მოიგო საფრანგეთმა და ორივე მატჩი ლელოს დადება მოახერხა ფრანს რეიშელმა, ისეთი წარმატებული ადამიანი იყო სპორტში. რაც შეეხება რეიშელის შემდეგ, მისი გარდაცვალების შემდეგ, სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი სენებული ვიქტორ ბუანი გახდა პრეზიდენტი. წინამორბედის გამსად ისიც წარმატებული სპორტსმენი იყო, წყალბურთელთა გუნდის შემადგენლობაში ლონდონის ოლიმპიადაზე 1908 წელს მეორე ადგილზე გავიდა, 1912 წელს სტოკჰოლმში მესამე ადგილზე და სხვათა შორის მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, სამხედრო მფრინავი იყო, ბელგიის დედოფლის პირადი პილოტი იყო. შემდეგ უკვე, როცა ოლიმპიადას მისმა მშობლიურმა ქვეყანამ ბელგიამ უმასპინძლა საუბარი ანტვერპენის 1920 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. მან მოფარიკავითა გუნდის შემადგენლობაში გამოვიდა და იქაც მეორე ადგილზე წავა, იქაც ფინალი წააგო. ანუ ოლიმპიური ჩემპიონი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ოქროს медаლი არ მოუგია ოლიმპიადებზე, ვიქტორ ბუანი სამუდამოდაა შესული მაინც მსოფლიო ოლიმპიზმის ისტორიაში, სპორტსმენთა ფიცი პირველმა სწორედ მან დადო. ეს იყო 1920 წელს ანტვერპენის ოლიმპიადაზე, სადაც ბუანი ბელგიის ოლიმპიური გუნდის მეტროშე იყო. დღესდღეობით სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაცია ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანი მერლო ხელმძღვანელობს ცნობილი გაზეტა დელო სპორტის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტების მანძილზე იყო, ასევე მუშაობდა ტელეკომპანია რაის ეთერში აქვს გაშუქებული არაერთი ოლიმპიური ზაფხულის ზამთრის ოლიმპიური თამაშები, ასევე მსოფლიო ჩემპიონატები, საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ასე ვთქვათ, სპორტული ჟურნალისტია. რაც შეეხება საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია ჩვენს ქვეყანაში 1991 წლის 19 აპრილს დაფუძნდა და უკვე სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციაში 1992 წლის 30 აპრილიდან გაწევრიანდა. აღსანიშნავია ის, რომ ვიდრე ეს თარიღი დადგებოდა 1920 წლის 2 ივლისი და შესაბამისად სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღე იარსებებდა და ჩვენ მასზე ვისაუბრებდით. პირველი ქართული სპორტული ჟურნალი უკვე არსებობდა. ეს არის ჟურნალი შევარდენი. სპორტულმა საზოგადოებამ ეს ჟურნალი 1918 წელს გამოსცა. ხვდებით, სად ვიყავით ჯერ კიდე მაშინ. როდესაც საუბრობთ ხოლმე ჩვენს ევროპულ ღირებულებებზე, მისწრაფებებზე, ცივილიზაციაზე, ნებისმიერი მიმართულებით ცალსახად იკვეთება, რომ ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო ქვეყანა ვიყავით და ვართ, რასაკვირველია. 1934 წელს კი სპორტული გაზეთი პირველი ფიზკულტურელი დაიბეჭდა და ალბათ შეიძლება არც იცოდეთ, რომ ამ გაზეთმა 1959 წლიდან უკვე სახელი შეიცვალა და მას ლელო ქვია და მისი სახელით დღემდე გამოიცემა მოკლედ. ასე რომ ყველა კოლეგას, რომელიც სპორტს აშუქებს, სპორტით ცხოვრობს, მოდი მივულოცოთ კიდევ ერთხელ ეს თარიღი. და ისიც აღნიშნოთ დავით, რომ სპორტულ ეს ასე იყო ნამდვილად, სხვადასხვა უცხოეთშიც ქვეყანაში ასეა. ანუ ძალიან ბევრი სპორტის მოყვარული ადამიანისთვის, ასე ვთქვათ, საპატიო იყო სპორტულ პრესაში, სპორტულ ჟურნალისტიკაში მოღვაწეობა. აგერ ცოტა ხნის წინ გაზეთ სარბიელი, ყველასათვის საყვარელი სპორტული გაზეთი, არ ვიცი, სარბიელმა შეაყვარა ძალიან ბევრ შედარებით ახალი თაობის სპორტის მოყვარულებს, ზოგადად სპორტი. მასში მოღვაწეობდა ყველასათვის ცნობილი საყვარელი მწერალი გიო ახვლედიანი, გამორჩილაზე, მესვეტე, მისი ბევრი ისგან ვიცი, რომ საერთოდ სპორტი არ მაინტერესებს, მაგრამ აი გიოს საინტერესო ამბების ყოველთვის ვეცნობი და ვკითხულობ. არაფერს არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ იგივე სპორტში მოღვაწე, თქვა ისეთ საყვარელ მსახიობებზე, როგორებიც იყვნენ, თქვა ეროსი მანჯელაძე, კოტე მახარაძე. ეს იყო მათი შეიძლება ითქვას დღეს უკვე მოდაში ეს თქვა ჰობი, მაგრამ კოტე მახარაძე ჩემი აზრით უფრო დიდი სპორტული კომენტატორი იყო, ვიდრე თქვა სხვა სფეროში. ყველგან წარმატებული იყო, უნიჭიერესი ადამიანი იყო, მაგრამ
მისი კომენტარები სპორტული, გნებავთ რუსულ, გნებავთ ქართულ ენაზე, იყო საუკეთესო იმ პერიოდში. ვიდრე აქამდე მოვიდოდით, გარკვეული ევოლუცია რასაკვირველია განიცადა მასმედიამ, ტექნიკური თვალსაზრისითაც და იყო პერიოდი, როდესაც რადიო იყო ერთადერთი საშუალება ინფორმაციის გავრცელების, ყველაზე სწრაფი საშუალება, თორე პრესა და ნაბეჭდი გამოცემები კი ვიცით რა დროიდან მოდის. ამიტომ სპორტული კომენტატორების ფუნქციაც რადიოში მომუშავე შენი კოლეგების იყო ძალიან განსაკუთრებული და გამორჩეული, მათ მხოლოდ არ უნდა ესაუბრათ, მათ უნდა ეჩვენებინათ კიდეც კონკრეტული მატჩი და სანახაობრიობა, ეს დასწრების ეფექტი, რაც იგრძნობოდა, ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებულია. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კიდე რამდენიმე სპორტული მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს, შევეხებით ჩოგბურთს, შევეხებით ბერძნულ რომაული სტილით ჭიდაობას და ჩვენს ნაკრებს, მე მინდა კიდევ ერთ თემას შევეხო, რადგან ხვდებით ხოლმე, რომ ეს ჩვენი დილისაუბრები რაღაცნაირად უფრო ყველასთვის არის რა, მოდი ასე ვთქვათ, ვინც სპორტით არის დაინტერესებული, ვინც გიждდება სპორტზე, ვინც ახლა ერკვევა რა ხდება ნახევრად შემსავით, ასე ვთქვათ. შვეიცარიაში გუშინ ფეხბურთში ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო და ფავორიტებს შორის არიან ევროპის მოქმედი ჩემპიონები, ინგლისის ნაკრები და მსოფლიო ჩემპიონები ესპანელები. გეტყვით, რომ ჩემპიონატი 25 დღის განმავლობაში გაგრძელდება, ფინალური მატჩი კი 27 ივლისს ბაზელში გაიმართება. ესე იგი, 2 დღე ვფიქრობ ამ ეთერისთვის რა მომემზადებინა ისეთი, რაც ქალებს და ფეხბურთს ძალიან საინტერესო წარმოაჩენდა და სიმართლე გითხრათ, ვიდრე ინფორმაციას მოვიძიებდი, ძალიან ზედაპირული წარმოდგენა მქონდა, მაგრამ აი შევცდი თანაც მწარეთ, აღმოჩნდა, რომ ქალები ფეხბურთში ჩნდებიან ბევრად ადრე, ვიდრე ეს შესაძლოა რომ ვიცოდეთ. და აი ზოგიერთი წყარო იუწყება, რომ ქალები ფეხბურთს ან მის მსგავს თამაშებს ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში თამაშობდნენ, მაგალითად არსებობს ცნობები, რომ შოტლანდიაში ყოველწლიური მატჩები ტარდებოდა და მათ შორის ქალები რასაკვირველია ჩართულები იყვნენ. პირველი ჩაწერილი მატჩები არსებობს 1891 წელს შედგა პირველი ჩაწერილი საერთაშორისო ხასიათის მატჩი ედინბურგში, სადაც ერთმანეთს შოტლანდისა და ინგლისის გუნდები დაუპირისპირდნენ. ინგლისში პირველი ოფიციალურად ჩაწერილი ქალთა მატჩი კი 1895 წლის მარტში გაიმართა. მერე იწყება პირველი მსოფლიო ომი და ეს ეპოქა პირველი მსოფლიო ომის დროს ქალთა ფეხბურთმა უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა, როდესაც კაცები ომში იყვნენ, ქალებმა აიღეს ქარხნებში მუშაობა და თავისუფალ დროს ფეხბურთის თამაშიც დაიწყეს. ბევრი ქარხანა აყალიბებდა ქალთა გუნდებს, რომლებიც საქველმოქმედო მატჩებს მართავდნენ ომის ძალისხმევის დასახმარებლად. და რასაკვირველია იყო ასევე გარკვეული აკრძალვები, მიუხედავად პოპულარობისა, ქალთა ფეხბურთი დიდ წინააღმდეგობასაც შეხვდა. 1921 წელს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ აკრძალა ქალთა გუნდების თამაში. იმ მოტივით, რომ თამაში შეუფერებელი იყო ქალებისთვის და ეს აკრძალვა არც მეტი არც ნაკლები 49 წლის განმავლობაში 1970 წლამდე გაგრძელდა. თანამედროვე ქალთა ფეხბურთი როგორ გამოიყურება, მათ შორის ჩვენი გუნდი, ამაზე ალბათ კახა გვეტყვის და მოდით მას ვკითხოთ, ქალები ფეხბურთში რატომ არ არიან ისე წარმოჩენილები, ვთქვათ, როგორც კაცები და რატომ მიიჩნევა, რომ აქ მოედანი შეიძლება ვთქვათ, რომ არის კაცების. პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ სპორტის აბსოლუტურად ესეთი შედარებით ძალისმიერი მეტნაკლებად სპორტული სახეობები არის უფრო მამაკაცური. ყველაზე არის ახლა სპორტი, სადაც ვთქვათ, ქალთა სპორტი უფრო პოპულარულია, სანახაობის მხრივ შეიძლება შემედაუსვი, მაგრამ ვთქვათ, ჩოგბურთს, ქალთა ჩოგბურთს ძალიან დღეს ვკითხულობდი, იყო გამოგითხრა, რომ გათანაბრებულია თითქმის ქალთა ჩოგბურთის და ვაჟთა ჩოგბურთის შორის აუდიტორიები, როგორც ტელე, ისე დასწრების მხრივ საინტერესოა იქ მარტო
სასპორტი რომ უფრო ასე ვთქვათ ათლეტურია და უფრო სანახაობრივია, ამაზე საუბარი არ არის, მით უმეტეს სამ მოგებამდე გრძელდება მე ვულისხმობ დიდი ისლამის ტურნირებს, მაგრამ დასწრების მხრივ და ინტერესის მხრივ არაფრით ჩამოვარდება. რაც შეეხება ფეხბურთს, იგივე ქალთა კალათბურთს, ვთქვათ, არის ქალთა წყალბურთი არის კიდე მისიც ძალიან დასწრების მხრივ ქალთა წყალბურთი ისე ინტერესი მსახურებს. განსაკუთრებით კაცების მხრიდან. რა თქმა უნდა, ნებისმიერ სახეობაში ძალიან პოპულარულია ქალთა ფრენბურთი, ასევე ხელბურთი ქალთა შორის. რა თქმა უნდა, ის ათლეტურობა, რაც გამოვარჩევს სპორტის ყველა სახეობას, გუნდურს განსაკუთრებით და ის რის გამოც უყვარს გულშემატკივარ სპორტი, ქალთა სპორტში ნაკლებია ამ მხრივ ათლეტურობა. აი როგორ ხსნით, კახა, ჩვენ მუდმივად გვიწევს საუბარი სპორტზე სხვადასხვა პრიზმაში და ხვდებით, რომ სპორტსმენებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ კონკრეტული, ვთქვათ, სპორტის დარგის, მისი მიმართულების პოპულარიზაციაში. ასე მაგალითად, ეხლა ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვარამ მთელი ქვეყანა დააბრუნა ფეხბურთთან და ხვდებით, რომ კონკრეტულ, ვთქვათ, სპორტის სახეობას ჭირდება გმირი, რომელზედაც ილაპარაკებენ, რომელიც მრავალ მხრივ საინტერესო იქნება, იმიტომ რომ პერსონა მაინც არის და ადამიანისთვის ამოსავალი წერტილი. ასეთი, ვთქვათ, გამორჩეული ლეგენდები არ არსებობენ ქალთა ფეხბურთში თუ, ვთქვათ, მხოლოდ იმიტომ, რომ აქ მამაკაცები ბევრად დაწინაურებულები არიან, თავისთავად ხვდებით, რომ უკვე ქალთა ფეხბურთი მეორე ადგილზეა. რა თქმა უნდა, ეგ არის აბსოლუტურად გეთანხმები პირველი მიზეზი იმისა, რატომ არის ვაჟთა ფეხბურთი უფრო პოპულარული, თორემ კორიფეები და როგორც ვაჟთა შორის გადაეცემა წლის საუკეთესო ფეხბურთელს, თქვათ, ოქროს ბურთი, იგივე ყველაზე პოპულარული ინდივიდუალური ჯილდო ფრანს ფუტბოლის ვერსიით, ასევე არის ქალთა ფეხბურთში, ქალთა ფეხბურთის საუკეთესო სეზონის საუკეთესო მწვრთნელი, საუკეთესო გოლის ავტორი აბსოლუტურად იდენტურად არის, როგორც იქ, როგორც აქ, მაგრამ ფეხბურთი, ვაჟთა ფეხბურთი, რა თქმა უნდა, უფრო პოპულარული, უფრო სანახაობრივი, მხრივ პირველ რიგში განაპირობებს აუდიტორია, ინტერესი, ვთქვათ, ამა თუ იმ ტურნირის, ვთქვათ, იგივე სპონსორული ხელშეკრულებები იქნება, სატელევიზიო ხილვადობა, როგორც ცნობილია, მსოფლიო ჩემპიონატი, ვაჟთა მსოფლიო ხო, ჩემპიონატი. დიდათ არ აინტერესებთ ქალების ფეხბურთი და ამიტომ გიგანტი სატელევიზიო არხები უარს ამბობენ ასეთი მატჩების ტრანსლირებისგან. ეგ არის პირველ რიგში. აუდიტორია როგორიც აქვს იგივე ვისაუბრეთ ჩვენ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს, არის დასწრება გიგურისად დაბალი. მიუხედავად ამისა ინტერესი ამ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატში მათ განუზომლად დიდია შედარებით აი ქალთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც შენარჩუნე შვეიცარიაში მიმდინარეობს. მე-14 ტარდება ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი, ადრე 4 წელიწადში ერთხელ იმართებოდა, მერე იყო ჩავარდნა COVID პანდემიის გამო, ეხლა 3 წელიწადში 3 წლის წინ გაიმართა ბოლო ევროპის ჩემპიონატი, ეხლა იმართება, მაგრამ არ არის უფრო დომინანტი პოზიცია შეიძლება ითქვას ჩრდილოურ ევროპის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებს აქვთ. გერმანია პრინციპში ტიტული 8 გზის ევროპის ჩემპიონია გერმანიის ქალთა ნაკრები. გუშინ პირველი მატჩები გაიმართა და მაშინ მოახერხა ისლანდია, ფინეთმა მოიგო, ნორვეგია, შვეიცარია, მას მიძლებს ნორვეგიელებმა 2-1 ზლიეს. დღეს სამხრეთული ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას, ესპანეთი, პორტუგალიის ნაკრებთან მატჩი გველის, მანამდე ბელგია, იტალიის დაპირისპირება. შვეიცარიაც პატარა ქვეყანა იქნა არჩეული, შერჩეული ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის, მიუხედავად ამისა დასწრება ადრეა, თქმა უნდა, მეორე დღეა მხოლოდ დღეს, მაგრამ არის პროგნოზები, რომ დიდად ვერ გაამართლა ამ მხრივ შვეიცარიის არჩევა. სადუნა ჩატარებული იყო ისე ვთქვათ შვედეთში, ვთქვათ ნორვეგიაში და ძალიან პოპულარულია. ლამის უთანაბრდება ამ სკანდინავიურ ქვეყნებში ქალთა ფეხბურთი პოპულარობის მხრივ და იქ სხვა სპორტის ზამთრის სახეობები, იგივე ჰოკეი, კერლინგი და სხვა სნოუბორდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საქართველოს ნაკრები ვახსენეთ, დავით, საქართველოს ნაკრები, ქალთა ნაკრები, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დიდ სპორტულ ფორუმზე სასიხარულოა ჩვენი გუნდის
ყოფნა იქ მე ვერ ვიტყვი რომ შანსი ჰქონდა, მაგრამ პირველი ნაბიჯი გადაიდგა, პირველი სერიოზული ნაბიჯი, ასე ვთქვათ, საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც ცნობილი ისრაელელი სპეციალისტი ინის ალტმანი უდგა სათავეში, C ლიგაში იასპარეზა, სულ 3 ლიგა, A, B და C, შედარებით დაბალი, ყველაზე დაბალი ლიგა და აი ამ ლიგაში საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. ბელარუსის შემდეგ 10 ქულა დააგროვა და როგორც საუკეთესო, ერთ-ერთმა საუკეთესო მეორე ადგილოსანმა მოიპოვა უფლება კვალიფიკაციის პლეი-ოფში ეთამაშა, პლეი-ოფში 2 ტური იყო, ნახევარფინალი, შემდეგ ფინალი. მიმოხვითი სისტემით შინდაგარეთ, აი ორივეს ვინც დაძლევდა ის რომელი ნაკრები დაძლევდა ის გადიოდა. მოკლედ შეხვდა ირლანდიის ნაკრები ქალთა ფეხბურთში საშუალოზე დაბლად მდგომი ნაკრები და ორი მატჩის ჯამში ირლანდია მოგიგო 9-0. თბილისში მიხეილ მეხზე 6-0, გასვლაზე დუბლინში 3-0. შემდეგ ირლანდია უელსის ნაკრებმა დაამარცხა კვალიფიკაციის ფინალში, ხო უელსი თამაშობს. ევროპაზე ირლანდია ვერ გავიდა. მაგრამ ესეც ანუ გასვლა პლეი-ოფში ჯგუფური ეტაპის დაძლევაც დადებით შედეგად იქნა უნდა მივიჩნიოთ ჩვენი ქალთა ნაკრები ქალთა ფეხბურთი ზოგადად ახლა იდგავს ფეხს და პოპულარობის მხრივ ჯერჯერობით შორსვათ სასურველისგან ამ კონკრეტული მიმართულებით ის კი არა და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, ფეხბურთის ჩემპიონატში დასწრება, არ ვიცი, 100-200 კაცი ესწრება, ამის 50,000-იან მოედანა სტადიონებზე. თბილისში თორე რეგიონებში უფრო უკეთესად არის მხრივ, იქ სხვა გასართობი პრინციპში ბევრ ქალაქში, ბევრ მუნიციპალიტეტში არც არის და სანახაობა დადის ხალხი რა თქმა უნდა. აი თბილისში, დიდ ქალაქებში დასწრება სამწუხაროდ არ არის და მით უმეტეს ქალთა მატჩებზე ვერ არის ესე როგორც საჭირო. მარტო ფეხბურთს არ ეხება ეს. კი, გასაგებია. დაუბრუნდეთ ეს იგი მამაკაცებს. იტალიაში 20 წლამდე მოჭიდავეთ ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 7 მოპოვებული მედლითა და გუნდურ ჩათვლაში დაკავებული პირველი ადგილით დაასრულა. ასეთი სასიხარულო ამბავიც გვაქვს. რა შანსებია ამას კახა გვეტყვის და შემდეგ კიდევ ერთ თემაზე ვისაუბრებთ. ნიკოლოზ ბასილაშვილზე, ჩოგბურთზე დღეს ის უილბდონზე გამოვა. რაც შეეხება ჭიდაობას იტალიაში მიმდინარეობს ქალაქ კაორლაში 20 წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი. ჭიდაობის ნებისმიერ სახეობაში ქართველები ფავორიტთა შორის არიან. თავისუფალი იქნება ბერძნულ-რომაული, იგივე ძიუდო ჩვენი წარმომადგენლები, ასაკობრივი ნაკრები იქნება, ეროვნული გუნდი იქნება, არის მუდმივად ფავორიტთა შორის, მაგაზეც ჩვენს ბევრი ვისაუბრეთ და არა მარტო ჩვენ მედის ეროვნული სპორტია ლამის ჭიდაობა და რაც შეეხება უშუალოდ ამ ტურნირს გუშინ დასრულდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი და კიდევ 3 медали ქართველთა ანგარიშზე, 1 ოქრო, 2 ბრინჯაო. პირველი ფინალური დღის, ანუ გუშინ წინდელის მსგავსად, ჩვენებმა მეორე ფინალური დღეც ფაქტობრივად უდანაკარგულ ჩაატარეს, ვინც იყო ფინალურ ბლოკში, ყველა მოიგო медали. ამჯერად ევროპის ჩემპიონი გახდა ალექსანდრე რუსტაშვილი 72 კილოგრამში, მესამე ადგილებზე ვახტანგ ლოლუა და ანდრე ხოზრევანიძე გავიდნენ. რუსტაშვილი 72 კილოგრამში ჭიდაობს, ლოლუა 60 კილოგრამში, ხოლო ხოზრევანიძე 67-ში. ამდენად რევაზ ლაშხის მთავარი მწვრთნელის შეგირდებმა, როგორც შენ აღნიშნე, 7 медали მოიპოვეს, 3 ოქრო, 4 ბრინჯაო. მაგას შევახსენოთ ჩვენებს, რომ წინა დღეს ამ ასაკში აჭარის წარმომადგენლები ანდრე ფუტკარაძე და ლუკა კოჩალიძე გახდნენ ევროპის ჩემპიონები, მესამე ადგილებზე კი კობა კარომიძე და საბა ფუცელაძე გავიდნენ. გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა, უკან ჩამოიტოვა უახლოესი მდევრები აზერბაიჯანი და უკრაინა. გუშინვე დაიწყო ამ ქალაქში, სადაც მიმდინარეობს ეს ტურნირი, გოგონათა, 20 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატი, ხვალიდან კი უკვე სტარტს აიღებს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი, აქაც სრულად დაკომპლექტებული გუნდი გვეყოლება. ეს ანუ ეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ეს უდავოდ დიდი წარმატება, 7 медали, 3 ოქრო, 4 ბრინჯაო, იმედია გადაეცემათ თავისუფლებს, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს და ისინიც თქვათ
უბრალოდ წარმატებით იასპარეზებენ, აღვახარებენ ჩვენი ოსლამდელი მოჭიდავეები. კი ბატონო, ნიკოლოზ ბასილაშვილს რას გვეტყვი, ეგეც გითხარი მოკლედ და დაგემშვიდობებით. ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს ჩაატარებს, როგორც შენ აღნიშნე, სენსაციით დაიწყო, ერთ-ერთი სენსაციის შემოქმედი სწორედ ნიკა. სადაც ძირითად ბადეში ჯერ კვალიფიკაცია გაიარა 3 მატჩი, 3 მოგება გადავიდა ძირითად ბადეში და პირველივე მეტოქე მსოფლიოს მე-7 ჩოგანი იტალიელი ლორენცო მუსეტი 4 სეტში დაამარცხა ნიკამ. 2022 წლის შემდეგ პირველად თამაშობს ნიკა ძირითად ყველაზე პრესტიჟული ტურნირია უიმბლდონი სეზონის და უიმბლდონის ძირითად ბადეში. ნიკა დღეისათვის არის 126 ჩოგანი მსოფლიო რეიტინგში და ახლა უკვე ასეულს მიუახლოვდა, რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას. დღეს მისი მეტოქე კიდევ ერთი იტალიელი გახლავთ და იმედია შეძლებს ნიკა თუ ამ წესაც გაივლის, მაშინ უკვე 602 ქულა გაუხდება ჯამში 99 ადგილამდე მიაღწევს. სონეგო გახლავთ დღეს მისი მეტოქე, იქ კიდევ ერთი იტალიელი, როგორც უკვე აღნიშნეთ, ურთიერთშეხვედრებში იტალიელი ლორენცო სონეგო 2-1 იგებს, სხვადასხვა პირველი შეხვედრა ამ ჩოგბურთელებს შორის 2021 წელს შეხვდა, შედგა ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ეგიდით და მაშინ ნიკამ დაამარცხა მე-16 ფინალურ მატჩში 3 სეტში მოუგო სონეგოს, ასე რომ პლატო შანსოთ არც მასთან არ არის ნიკა. 20 საათზეა ჩანიშნული თბილისის დროით ბასილაშვილის დღევანდელი შეხვედრა და იმედი დავიტოვოთ, რომ ნიკა გაგვახარებს და ჩვენ ხვალინდელ გამოშვებას დავიწყებთ ნიკას წარმატებით. ნიკამ მიაღწიოს შედეგს, გაიმარჯვოს და ჩვენ არ მოვაკლებთ საუბარს, მეგკვირდებით. მადლობა უთხრათ კახაგელაშვილს, დავემშვიდობოთ მას 11-იანი, 2-იანი და 5 საათიანი საინფორმაციო გამოშვებების თვის და თქვენ კვლავ გექნებათ მთელი დღის განმავლობაში შესაძლებლობა მოусმინოთ ჩვენს სპორტულ გამოშვებებს. მე კი მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩვენს მსვენელს და მაყურებელს, რომელმაც დაგვითმეს დრო და დაგემშვიდობოთ ჩვენ ერთმანეთს ამ ფორმატში ხვალ შევხვდებით.